Ჩემო აბიტურიენტებო, ცოტა ხანში ისტორიის გამოსთაზე წახვალთ. Ვიცი როგორ გიცემთ გული, როგორი გადაღლილები ხართ და როგორ ღელავთ. ქვემოთ სტრესთან გამკლავების რჩევებს სანამ მოგცემთ, შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში მე ვფიქრობდი იმ ხალხზეც, ვისაც არ შეეძლო მომზადება ისტორიაში და მათთვის ყველა საგამოცდო საკითხზე დავდე ვიდეო და ესდევს TikTok-ზე და შევიდა YouTube-ზე და შევიდათ ნაყოფი. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია მოესმინა და ვინც ყველა ვიდეო ნახა, ის უეჭველად გადალახავს საგამოცდო ზღვარს, მაგრამ მოდი ახლა ჩავისუნთქოთ ერთად ღრმად და გავიხსენოთ ერთი რამ. თქვენ უკვე ძალიან ბევრს მიაღწიეთ. ზოგი ბევრს შრომობდით, თავს არ ზოგავდით, ზოგი ნაკლებს, ახლა შრომის შედეგს უჩვენებთ ხვალისთვის თუ როცა გაქვთ გამოცდა და ეგა. იცით, მე ვიყავი პირველი პედაგოგი საქართველოში, ვინც დაიწყო წინა საგამოცდო მიმართვების ტრადიცია. ახლა კი მიხარია, რომ ეს ბევრ ჩემს კოლეგას გადაედო და ეს პოზიტიური, რა თქმა უნდა, თქვენს პოზიტიურ განწყობას აძლიერებს. დღესაც როგორც ყოველთვის მეც ისევ აქ ვარ თქვენთან. ტრადიციის ერთგული და თქვენი მხარდამჭერი. დღეს აღარაფრის გადახედვას აღარ გიჩვენთ. დაასვენეთ ტვინი, გაერთეთ საგამოცდო ტექნიკური საშუალებები, წინასწარ მოამზადეთ. როდესაც გაიღვიძებ, მშვიდად გონებაში თქვით, დღეს ჩემი დღეა. გზაში ჩართეთ მუსიკა, სიმღერა, რომელიც გამხიარულებთ. მუსიკას საოცარი ძალა აქვს. თავს უთხარით პოზიტიური ფრაზები, ყველაფერი მახსოვს, დამამახსოვრდა რაც საჭიროა და მჭირდება და ასე შემდეგ. ზოგიერთები სუნთქვით ტექნიკასაც ურჩევენ და გამოიყენეთ თუ არ გამოდგა ჟანგბადი მაინც შეგრჩებათ. გამოსტის წინ ალბათ გეტყვიან, გეუბნებიან უკვე რომ არ ინერვიულო, დამშვიდდი, თავი ხელში აიყვანეთ და ასე შემდეგ. თქვენც უთხარით, მოდი ერთი ჩემს მაგივრად წადით გამოსთაზე და მე დავждები და ახარ ინერვიულებ თქო. თუმცა გეტყვით მეგობრებო, რომ სტრესი არის ნორმალური, ადამიანური. სტრესი ნიშნავს, რომ თქვენი ტვინი აღიქვამს გამოცდის მნიშვნელობას. მაგრამ თქვენ არ უნდა გმართოთ ამ სტრესმა. მაშინ თქვენ როგორ მართოთ სტრესი, ისე რომ აქეთ არ მეხმაროს თან ასე როგორ მართოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მართლაც ღრმა სუნთქვის ტექნიკა, მოძრაობა, პოზიტიური ფიქრები და საკუთარი თავის სიტყვიერი მხარდაჭერა. და გახსოვდეთ, სტრესი ვერ მოერევა იმას, ვინც იცის რატომ და რისთვის იბრძვის. სულ ორი მთავარი რამეა მნიშვნელოვანი. ერთი, სტრესი აღიარეთ და არ ებრძოლოთ. თუ ებრძვით სტრესს, ის ძლიერდება. ამიტომ თქვით, მე ნერვიულობ და ეს ნიშნავს, რომ ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს ფრაზა ამშვიდებს არა მხოლოდ გონებას, არამედ სხეულსაც, რადგან აღარ აღიქვამთ საფრთხეს. და მეორე, სტრესი გადააქციეთ ენერგიად. სტრესი და мотиваცია საწვავის მსგავსია, იმ ავტომანქანის საწვავის, რომელთაც მანქანის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს საწვავი, ხო? ამიტომ გონებაში თქვით, ეს ნერვიულობა ნიშნავს იმას, რომ ჩემი ტვინი მზად არის მოქმედებისთვის. ჩემი სხეული მეხმარება, რომ ფოკუსირებული ვიყო გამოცდაზე. და ესე ვთქვათ, შეძლებთ ამის შემდეგ სტრესი აღარ იქნება ამის შემდეგ ტერი. ის გახდება თქვენი მოკავშირე და შედეგი რა იქნება? სტრესი ვერ უძლებს მოქმედებას, ამიტომ იყავით სულ აქტიური და შიგნით უთხარით თავს. მე ვმოქმედებ და ესე იგი ყველაფერი წესრიგში. დაიმახსოვრეთ, ეს ერთი გამოცდაა, გამოცდათა შორის და არა განაჩენი ცხოვრებისეული. ის ისე სხვათა შორის გამოცდებზე ზღვარი არც მაღალია და მაინც თუ ვერ გადალახა რომელიმე, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რაღაც სასწაული მოხდა თუ ვერ გადალახა და ეს ის სასწაულია, რომ ღმერთი ზოგჯერ გვიბიძგებს იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ თავი კი არ გვირჩევს, არამედ ჩვენი მომავალი. ყველაფერი რაც ხდება ხომ საერთოდ ჩვენი უკეთესობისთვის ხდება. და მაინც ბოლოში გეტყვით, რომ უსმინეთ ჩემ ვიდეოებს, ის ზღვარს აუცილებლად გადალახავს წარმატებები და მე თქვენს გვერდით ვარ, მიყვარხართ.